თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციამ ორი კონკურსი გამოაცხადა. პირველი გახლავთ ღია კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის სახელწოდებით ღანი და მეორე საგამოფენო კონკურსი თბილისური სახსოვარი, რომლის თემა მე-20 საუკუნის თბილისის არქიტექტურული რელიეფის თანამედროვე ინტერპრეტაცია. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ლევან სალუქვაძე. დილამშვიდობის ბატონი ლევან, მადლობა გახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობთ, მადლობა. როგორც მაყურებელს ვამცეთ ორი კონკურსის შესახებ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ მოდით თავდაპირველად დავიწყოთ ღია კონკურსის შესახებ საუბარი, რომელსაც ქვია ძალიან საინტერესო სახელწოდება ღანი. განმარტოთ თავდაპირველად თუ რას გულისხმობს და ძირითადად რას მოიცავს, რა არის მისი მთავარი მიზანი და ვისთვის არის განკუთვნილი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ღანი გახლავთ ღია კონკურსი, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების უფრო სტიმულირებისთვის და წახალისებისთვის. ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, რა თქმა უნდა, ის სამ კატეგორიად არის გაყოფილი. კონკურსი მოქანდაკეებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მოქანდაკეებისთვის, ასეთივე არქიტექტორებისთვის და ასეთივე ფერწერებისთვის და გრაფიკოსებისთვის. მთავარი ამ კონკურსში არის ის, რომ ჩვენ თემატურ მინიშნებას ვთხოვთ ახალგაზრდებს და ეს თემა არის სიყვარული, როგორც განხრთობის გზა. ცოტა უცნაურია დღევანდელ დღეს ასეთი მინიშნების გაკეთება, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვნებაში საკმაოდ რთულია შინაარსის კონკრეტიზაცია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდებს ასეთი მინიშნება, ასე ვთქვათ, მივცეთ და წავახალისოთ მათი სულიერი თუ სახელოვნებო, ასე ვთქვათ, შემოქმედება. რა შესაძლებლობას აძლევს მათ, გარდა ამისა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რა შესაძლებლობის არის მათთვის ეს კონკურსი და როგორ უნდა მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა, რეგისტრაციასაც ალბათ თავის პროცედურები იქნება. კი ბატონო, ეს კონკურსი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ის დაიწყო უკვე თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს რეგისტრაცია მონაწილეებისთვის, შემდგომი ეტაპი იქნება მონაწილეებთან მუშაობა, მათთან ლექციების ჩატარება, შეხვედრები მენტორებთან და კონკრეტიკის, ასე ვთქვათ, გამოკვეთა. თვითონ გამოფენა გაიმართება ოქტომბრის ბოლოს. რიცხვი დაკონკრეტდება ზუსტად და ყველას მიეწოდება ეს რიცხვი პირად მეილზე უგზავნით ხოლმე მასალებს, საკონკურსო მასალებს ზოგადად. უკვე საკმაოდ ბევრი ხალხია რეგისტრირებული, დაახლოებით 200-მდე მონაწილეა უკვე. კიდევ ველოდებით, იმიტომ რომ მაისის ბოლომდე არის სარეგისტრაციო პერიოდი და ძალიან ბევრი გვიკავშირდება სხვადასხვა კითხვებით, უნდათ რომ მონაწილეობა მიიღონ, არაპროფესიონალებსაც დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ კონკურსი შემოფარგლულია პროფესიონალური, ასე ვთქვათ, ფარგალით, სტუდენტებით და ახალგაზრდა ხელოვანებით. არ შემიძლია არ გკითხოთ კონკურსის, ასე ვთქვათ, ამ პროექტის საკვანძო თემის შესახებ და თქვენგან მოვისმენთ თუ რაში მდგომარეობს ეს ყოველია. საკვანძო თემა, როგორც მოგახსენეთ, არის სიყვარული. სიყვარული როგორც განხრთობის გზა, როგორც ღმერთთან მიახლების გზა. თვითონ სახელი ღანი ქართული ასომთავრული ამბანის ასონიშანის ღანის კონცეფტს ეხება. მოგეხსენებათ, ეს არის თაღის ფორმის ასო და სწორედ თაღი არის ის რაღაცა ზღვარი, რომელიც გავლის შემდეგაც ადამიანი ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადის. პორტალი, ასე ვთქვათ. ხო და განხრთობის და სიყვარულის გზა არის აი ღმერთთან მიახლება, ხო და აი სწორედ აი ამ რაღაცა ზღვარის გადალახვას მოუწოდებთ, რომ ახალგაზრდებმა ყურადღება მიაქციონ ჩვენს სწრაფვას ღვთისკენ და საკმაოდ დიდი შინაარსი არის აი ამ ყველაფერში ჩადებული. ამას უკვე თვითონ მენტორები აუხსნიან ლექციების დროს ახალგაზრდებს, ერთგვარი ქადაგებაც იქნება, ჩართულები იქნებიან ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ღვთისმეტყველები, რა თქმა უნდა და იქნება განმარტება თვითონ აი ამ მიმართულების ზოგადად საკაცობრიო მიმართულებაა ეს განხრთობის გზა, ხო, თავისთავად და
სიყვარულზე ხო საერთოდ ლაპარაკით. ბატონ ლევან, კონკურსამდე რამდენიმე თვით ადრე თუ არის უკვე წინასწარ გაწერილი გეგმა რა ფორმით ჩატარდება და გაიმართება კონკურსი? ტექნიკურად ასე ხდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდები მუშაობენ თავის ნამუშევრებზე, ქმნიან ამ კონცეფციას და შემდეგ ელექტრონული გზით მეილზე აგზავნიან მასალას, საკონკურსო მასალას. ქანდაკების შემთხვევაში რამდენიმე ფოტოსურათია სხვადასხვა რაკურსიდან, არქიტექტურის შემთხვევაში ასევე რამდენიმე ელექტრონული მასალა იგივე ხატრობასთან დაკავშირებით და ხდება მე სპეციალური ჟური განიხილავს და გადაარჩევს თითო მიმართულებიდან 10 გამარჯვებულს, ასე ვთქვათ. რომელი ნამუშევრებითანაც შეიქმნება მე საგამოფენო ექსპოზიცია. საკმაოდ საინტერესო გამოფენა გამოვა, იქნება 10 ნამუშევარი, 10 ქანდაკება, 10 არქიტექტურული კონცეფტი და 10 ხატრული ნამუშევარი. შემდეგ უკვე მეორე ეტაპი გამოფენაზე ჟური განიხილავს ამ ნამუშევრებს და პირველ, მეორე და მესამე ადგილებს მიანიჭებს, რომელთაც თავისთავად ბულადი ჯილდოები აქვს. აი ძალიან საინტერესოა როგორია დღეს რეალობა, რას უფრო მეტად ანიჭებენ ყურადღებას ხელოვანები, იქნება ეს ქანდაკება, არქიტექტურა თუ მხატვრობა, რომელ მიმართულებას უფრო მეტად აქვს სიყვარული და პატივისცემა მათგან. ვიცი, ძნელი სათქმელია. თანამედროვე ხელოვნება სწორედ ამით გამოირჩევა, რომ ესეთი მრავალფეროვანია, ყველა მიმართულება არის დაფასებული გარკვეულწილად, ვისაც როგორც უნდა ისე ქმნის და ისე მეტყველებს. ჩვენ სწორედ ჩვენი კონკურსის, ასე ვთქვათ, ჩვენი ინიციატივის მიზანი სწორედ ეს არის, რომ უფრო მეტად შინაარსისკენ მოვახედოთ, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა შემოქმედები, რომ უშინაარსო ხელოვნება არ იყოს მათი, ასე ვთქვათ, შემოქმედების გზა. დეტალური ინფორმაციასაც შეიძლება რომ მოიკვლიონ ამ კონკურსში. დეტალური ინფორმაცია არის ჩვენს ვებგვერდზე tasa.g, ასევე Facebook გვერდზე, Instagram-ზე, ყველა შესაძლო, ასე ვთქვათ, მედიაზე არის ჩვენი. როგორც ვახსენეთ გადაცემის დასაწყისში, ორ კონკურსზე უნდა გვესაუბრა, ღანის შესახებ უკვე ვისაუბრეთ და ახლა საგამოფენო კონკურსი თბილისური სახსოვარი რელიეფის ახალი სიცოცხლე, ასეთი სათაურით, ასე ვთქვათ. ამის შესახებაც უფრო დეტალურად ვისაუბროთ, ვთქვათ თუ როდიდან როდემდე არის მიღება, რა უნდა გაითვალისწინონ კონკურსში მონაწილეებმა, მსურველებმა და როგორი არის ეტაპები, ასე ვთქვათ, კონკურსის. დიდი მადლობა. ეს კონკურსი არის უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსი, რომელსაც თბილისის მერია აფინანსებს, ასე ვთქვათ. ყოველწლიური, სწორედ აი გაზაფხულზე, ივნისის პირველ ნახევარში ეწყობა ეს გამოფენა კონკურსი. მთავარი მიზანი არის სასუვენირო მიმართულებაში ახალი ტრენდების შექმნა და ამ ორი წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო ექსპოზიციები ქონდა და წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა შევძინოთ თბილისურ, ასე ვთქვათ, სახსოვარს და ყურადღება გავამახვილებინოთ შემოქმედ არსებულ რელიეფებზე. ძალიან საინტერესო და დიდი, ასე ვთქვათ, განძი გვაქვს ქალაქში, რომელსაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ. არა მარტო ქალაქში, მთელს ქვეყანაში, ეს არის მე-20 საუკუნის მონუმენტური ხელოვნება. მონუმენტური რელიეფები ძირითადად, როგორც მოზაიკური, ასევე კერამიკული და სკულპტურული რელიეფებია ეს და კი არის საკმაოდ გაჯერებული, ასე ვთქვათ, სოციალისტური სულისკვეთებით და იმდროინდელი სოციალიზმის ნიმუშებია ეს, მაგრამ სახელოვნებო კუთხით ძალიან საინტერესოებია და ბევრი უცხოელისგან მსმენია მე პირადად, რომ გამოირჩევა ზოგადად ეს ქართული ჩვენი სოციალიზმი, ძალიან დიდად გამოირჩევა მთლიანად საბჭოთა და იმდროინდელი, ასე ვთქვათ, შემოქმედებისგან. რითი გამოირჩევა? პირველ რიგში თავისუფლებით, ქართულობით, ძალიან ბევრი მინიშნებებია ძველ ქართულ რელიეფებზე, ძველ ქართულ ორნამენტებზე და ძალიან, ასე ვთქვათ, დადებითი ენერგია მოდის აი ამ რელიეფებიდან და სწორედ ჩვენ გვინდა რომ ტურისტულ სექტორს მივანიშნოთ, რომ
არანაკლები განძია ეს, რომელიც შეიქმნა მე-20 საუკუნეში. ძალიან ბევრმა ადამიანმა იმუშავა, დიდი ნიჭია ამაში დახარჯული და რომელიც თავის ისტორიას ყვება, თავის ისტორიას ყვება და სწორედ აი ეს ძალიან საინტერესოა, როგორ შეძლეს ქართველებმა აი ამ სოციალისტური წნეხის ქვეშ მაინც გამოევლინათ თავისი დამოკიდებულება შემოქმედებაში. ძალიან ბევრ ადგილას არის სიცოცხლის ხე დაუშვათ, არის ბორჯღალი, არის მინიშნებები საღვთო არსებაზე და ძალიან საინტერესოა ეს რა და თუ ამას შეძლებენ ჩვენი კონკურსანტები და რაღაცა სუვენირებში გადაიტანენ და შემდეგ ამას გაატანენ ჩვენ სტუმრებს, ძალიან კარგი იქნება. თბილისური სახსოვარის მიმართ როგორია დაინტერესება, გავიხსენოთ და შევადაროთ წინაწლებს. შარშან წინ როგორი იყო? საკმაოდ მაღალი დაინტერესება აი ამ თვითონ ამ თემატიკამ გამოყო რაღაცა გარკვეული სეგმენტი. ვიცი რომ რამდენიმე შემოქმედი უკვე მუშაობს ამ თემაზე. ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა, ხო, ბუნებრივია. ძალიან საინტერესოა, კი ბატონო, ხო, ანუ ორი ასე ვთქვათ მიზანი აქვს ამ კონკურსს. ერთი რომ თვითონ ეს ამ რელიეფების არსებობა წარმოვაჩინოთ და მეორე მივცეთ საშუალება შემოქმედს რომ ეს გადაიტანონ სუვენირის თემაში. და ძალიან საინტერესოა, ასე ვთქვათ, წერან თქვენ ახსენეთ უცხოელები, ხო და მათი დამოკიდებულება ალბათ უფრო მეტად საინტერესო არის გამომდინარე იქედან, რომ მათი თვალით დანახული კიდევ უფრო სხვა ინტერესს ძენს, ასე ვთქვათ, ზოგჯერ ჩვენ ისე ჩავივლით ამა თუ იმ ქუჩაზე, რომ არც კი მივაქცევთ ყურადღებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი დეტალები არის, როგორც თბილისის ქუჩებში, ასევე შეიძლება სხვადასხვა რეგიონებში აღმოვაჩინოთ, ხო და ზოგადად რატომაც ასე უფრო ხდება ხოლმე რომ როდესაც უცხოელები დააფასებენ რაღაცას მერე უფრო ვიჩენთ მხარს ხოლმე ასე ვთქვათ და მერე უფრო ვაქცევთ ყურადღებას. კი ბატონო, ზუსტად ასეა, აი თითქოს ჩემი სიტყვები გაიმეორეთ. მე როდესაც აი ამ თემას ჩაუღრმავდი, მივხვდი რომ ეს ყველაფერი აგერ ამ ქუჩაზეა, სადაც მე ხშირად დავდივარ, იმ ქალაქშია, სადაც მე ვცხოვრობ და ისევ და ისევ შეიძლება უცხოელის ყურადღება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ გამოფხიზლებულიყავით და დაგვენახა ის უახლოესი წარსული, რომელიც არის საკმაოდ საინტერესო და შეიძლება ითქვას განუმეორებელი, იმიტომ რომ იმ შემოქმედებმა ბევრს პირადადაც ვიცნობდი მე, რომლებმაც ეს შექმნეს, ეს შეიძლება დანატოვარი უწოდოთ. საკმაოდ დიდი შრომა და დიდი ღვაწლი გაწიეს იმისთვის, რომ აი როგორც ვთქვით, აი ამ სოციალისტურ წნეხში ეცხოვრათ და გაეძლოთ აი ამ წნეხის. დიახ. ბატონ ლევან, ჩვენ საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, ვის აქვს და როდის შესაძლებლობა რომ დაესწროს ამ კონკურსს და ასევე ამას გარდა კიდევ არის სალექციო ფორმის შეხვედრები და ამის შესახებაც რომ ვუამბობთ. კი ბატონო, სალექციო ფორმის შეხვედრებს რაც შეეხება ჩვენ ამის შესახებ გავაკეთებთ განცხადებებს ჩვენს ვებგვერდზე და Facebook გვერდზე. კონკურსში თბილისური სახსოვარი ნამუშევრები მიიღება მთელი მაისის განმავლობაში, 1 ივნისამდე. შემდეგ დაკონკრეტდება საგამოფენო დღე და ამასაც ვაუწყებთ მონაწილეობას. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. წარმატებები ვუსურვოთ ყველას. ვუსურვოთ მათ და თქვენს რა თქმა უნდა. დიდი მადლობა თქვენ. მადლობთ მობრძანებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახლდათ თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სალუქვაძე.